ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან 97 სინათლის წლის მოშორებით მდებარე GJ-982-დის სახელით ცნობილი პატარა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალს მიაგნო. მისი დიამეტრი დედამიწისას დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. ასეთი მცირე ზომის ციურ სხეულზე კი წყალი აქამდე არასდროს აღმოურჩენიათ. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ატმოსფერული კვლევით პირდაპირ დავადგინეთ, რომ სხვა ვარსკვლავების გარშემო წყლით მდიდარი ატმოსფეროს მქონე პლანეტების არსებობა შესაძლებელია. აცხადებენ მეცნიერები. მათი თქმით, უკანასკნელი შედეგები დედამიწის მსგავსი ობიექტების მახასიათებლების შესწავლისა და მყარი პლანეტების ატმოსფეროების მრავალფეროვნების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, GJ-9827-ს წყალბადის აირადი გარსი აქვს წყლის ორთქლის მცირე შემადგენლობით, თუ მან ვარსკვლავის რადიაციის გამო თავდაპირველი ატმოსფერო დაკარგა და წყლის ორთქლი შეინარჩუნა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც ეგზოპლანეტის მცირე ზომითაა განპირობებული. ისინი აღნიშნავენ, რომ უნდა არსებობდეს გარდამავალი პატარა ობიექტები, რომელთა ატმოსფეროშიც წყალბადი აღარაა, არამედ იქ ვენერას მსგავსად ნახშირორჟანგი ჭარბობს. GJ-9827-D სწორედ ვენერასავით ცხელია. კვლევართა ერთი ჰიპოთეზით, ის შესაძლოა მინი ნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტა იყოს, დიდი ოდენობით წყალბადითა და მცირე რაოდენობით წყლის ორთქლით. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, GJ-982-D ნახევრად კლდოვანი და ნახევრად წყლიანი ციური სხეულია, რომლის ატმოსფეროც წყლის ორთქლითაა მდიდარი. ის შესაძლოა ვარსკვლავისგან მოშორებით წარმოქმნილიყო, სადაც წყალი ყინულის სახით გვხვდება. შემდეგ კი ამჟამინდელ ორბიტაზე გადანაცვლებულიყო. შედეგად ეგზოპლანეტა მეტ რადიაციას მიიღებდა, წყალბადი გაცხელდებოდა და გაიჟონებოდა. მეორე მხრივ არაა გამორიცხული GJ-9827-D ნათობის მახლობლად გაჩენილიყო და წყლის ორთქლის მცირე შემცველობა ჰქონოდა. მეცნიერების თქმით, ასეთი პლანეტები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით უნდა შევისწავლოთ, რომელსაც ნახშირბადული მოლეკულების დაფიქსირებაც შეუძლია. ვარსკვლავების შემადგენლობის შედარება ამგვარი ციური სხეულების ფორმირების შესახებ მეტს გაგვაგებინებს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. ნახე ეს ვიდეო სრულად და უყურე ახალ რელიზებს. დაგვიჭირე მხარი.